საღმრთოთა სჯულის დებითაგან ბრწყინვებულმა წყდიათ ხვენ საცდურნი არიოზისანი, სიწმინდისა და წყემსობისა მესაიდუმლეო ამბროსი, ხოლო საკვირველთ მოქმედებ ძალითა სულისათა და ვნებათა ღირსად პირად და ცხადად მკურნალ ხარ, მამაო ღირსო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა ცხოვრებად სულთო ჩვენთათვის. ამინ. დღეს ახალი სტილით 20 დეკემბერს წმინდა მართლმადიდებელის სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა ამბროსის, მედიოლანელ ეპისკოპოსს, წმინდა მოწამე ათინოდორეს, ღირს პავლე მორჩილს. წმინდა ამბროსი მედიოლანელის ღვთისმრჩეულობა სიყრმაწვილეშივე განცხადდა. ერთხელ წინარეჩვილის სახე მთლიანად ფუტკრებმა დაფარეს და ენაზე დაბლი დაუტოვეს. უფლისმრჩეულმა რომში მიიღო იურიდიული განათლება, რის შემდეგაც 2 ქალაქის გამგებლად დანიშნეს. მედიოლანის ეპისკოპოსის გარდაცვალების შემდეგ კი იგი საეპისკოპოსო კათედრაზე აღასაყდრეს. უფალმა ამ გზისკენ მას სასწაულებრივად მოუწოდა. მედიოლანის ეპისკოპოსის გარდაცვალებამ შფოთი გამოიწვია. მართლმადიდებლებსა და არიანელებს სურდათ სამღვდელმთავრო კათედრაზე თავიანთი წარმომადგენლები აღესაყდრებინათ. საკითხის მშვიდად გადაწყვეტა წმინდა ამბროსის მიანდეს. მან მიაშურა ტაძარს, სადაც შეკრებილი იყო ორივე მხარე. ნეტარმა სიმშვიდისაკენ მოუწოდა ყველას. უცებ ტაძარში ჩვილი ყრმის ხმა გაისმა. ამბროსია ეპისკოპოსი. მართლმადიდებელისა და არიანელებიც მიხვდნენ, რომ უფალმა თავისი ნება გააცხადა. ნეტარმა ამბროსიმ კი სცადა ცუდი წარმოდგენა შეექმნა ხალხში საკუთარ თავზე. იმასაც შეახსენებდა იქ შეკრებილთ, რომ ჯერ მონათლულიც კი არ იყო, მხოლოდ კათაკმევლად დაედგინათ. ამ დიდი პატივისთვის თავი რომ აერიდებინა ქალაქიდან გაქცევაც სცადა, მაგრამ ხალხი არ ცხრებოდა. ბოლოს იმპერატორ ვალენტინიანეს ურჩობა ვეღარ გაბედა. ნეტარი მოინათლა. 7 დღეში გაიარა საეკლესიო იერარქიის ყველა საფეხური, რის შემდეგაც მედიოლანის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. იგი ყოველდღიურად აღასრულებდა ღვთისმსახურებას, აქტიურად ერეოდა სახელმწიფო საქმეებში. მან იმპერატორ თეოდოსი I-ს თესალონიკის უდანაშაულო მკვიდრთა მაწყვეტისათვის კაცრი ეპიტამია დაადო. წმინდანი მკაცრად ამხელდა არიანელ დედოფალ იუსტინას. წმინდა ამბროსი უამრავ სასწაულს აღასრულებდა. ერთხელ მიცვალებული ყრმა მკვდრეთით აღადგინა. უფლისმრჩეულმა წინასწარ იგრძნო აღსასრულის მოახლოება. დასნეულებული თავის მოწაფეს პავლინე ხუცეს 43 ფსალმონის განმარტებას კარნახობდა. უეცრად პავლინემ ცხადად იხილა თუ როგორ დაადგა ამბროსის თავს სული წმინდა ცეცხლის სახით და მის ბაგეთა შორის გაუჩინარდა. ნეტარი ამბროსი რამდენიმე დღის შემდეგ აღდგომა ღამეს აღესრულა. წმინდა მღვდელმთავარმა უამრავი საღვთისმეტყველო ნაშრომი დაგვიტოვა. მის კალამს ეკუთვნის სარწმუნოების სიმბოლოს განმარტება, სიტყვები მაცხოვრის განკაცებაზე, წმინდა საიდუმლოებებზე. მისი ცნობილი ნაშრომია მღვდელმსახურთა მოვალეობების შესახებ. ნეტარი ამბროსი საეკლესიო გალობის რეფორმატორიცაა. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ.